ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი იწყება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა სამი ბრალდებულის დაკითხვას გეგმავს. გიორგი მიქაძის, გიორგი კაჭკაჭიშვილისა და მამუკა ბაღდაბაძის. ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დღეს დაასრულებს ქეთი ნადიბაიძე. დეტალები თუ ერთდება ფორმულას ეთერს. რამდენიმე წუთში დაიწყება სხდომა და შევიტყობთ დაკმაყოფილდება თუ არა პროკურატურის სურვილი, რომ გამოკითხოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამი პირი, ესენი არიან გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, ასევე მამუკა ბაღდაბაძე. ეს დამოკიდებულია თავად ბრალდებულების სურვილის და ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რადგან გელაუძილაურის ამ კონკრეტულ საქმეზე მათ არ აქვთ ბრალდებული სტატუსი, მათ აქვთ მოწმის სტატუსი და ისინი ბრალდებულები არიან ჯანგველაძის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე. ბრალდებულს კი აქვს უფლება კანონით, რომ უარი თქვას სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. როგორც გითხარით, რამდენიმე წუთში სხდომა დაიწყება და შევიტყობთ გადაწყვეტილებას, როგორც პატიმრების, ასევე მოსამართლის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. პროკურატურა დიდი ალბათობით დღეს გელაუძილაურის საქმეზე ასრულებს საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სხდომიდან უკვე ჯერი იქნება დაცვის მხარეზე და ამ ეტაპზე საინტერესო იქნება დაარღვევს თუ არა თავად ბრალდებული გელაუძილაური, რომელსაც პროკურატურა ლევან ჯანგველაძის დაკვეთილი მკვლელობის შესრულებას ედავება და არღვევს თუ არა ის დუმილს და მისცემს თუ არა ჩვენებას. ისიც მის სურვილზე არის დამოკიდებული. ადვოკატები ბოლო პერიოდის განმავლობაში აანონსებენ, რომ ის ამაზე ფიქრობს, თუმცა დანამდვილებით არ ლაპარაკობენ, მისცემს თუ არა უძილაური ჩვენებას სხდომათა დარბაზში. რამდენიმე თვეა მისი პროცესები მიმდინარეობს და ჯერჯერობით მას სხდომათა დარბაზში არაფერი უთქვამს და დუმილი არ დაურღვევია. 11 საათზე არის სხდომა ჩანიშნული, ის ამ წუთებში დაიწყება და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ლევან ჯანგველაძის ამ კონკრეტული საქმის განხილვა, რომელზეც ბრალდებული არის გელაუძილაური, დასრულდება თვის ბოლომდე, განაჩენი გახდება ცნობილი თვის ბოლომდე და უძილაური იქნება პირველი ბრალდებული, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო გამოიტანს განაჩენს. საზოგადოებას აქვე შევახსენებთ, რომ ჯამში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე პროკურატურას ბრალდებული ყავს სხვადასხვა საქმეებზე ჯამში 8 პირი.